ყველა იღლის დეოდორანტი არის ერთნაირი, მუშაობს ერთნაირად და ჩემთვის თავარი არის უბრალოდ დამიცვას არასასიამოვნო სუნისგან. ზოგიერთი იღლის დეოდორანტი კეტავს ოფლის სადინარებს და არ აძლევს ოფლის გამოყოფის საშუალებას, ზოგი აშრობს კანს და ზოგი ანეიტრალებს ბაქტერიების არასასიამოვნო სუნს. იღლის მიდამოში ჩაშავებული კანი ეს არის გენეტიკური და საჭიროებს ძლიერ საშუალებას, რომ განადგდეს და ცოტა გაღიავდეს ამ მიდამოში კანი. იღლის დეოდორანტი, რომელსაც იყენებ და შეიცავს ალკოჰოლს ან ალუმინის მარილებს, იწვევს კანის გაღიზიანებას, მიკროანთებას და კანს უწევს მუდმივ რეჟიმში თავდაცვა. აქედან გამომდინარე, იწყებს უფრო მაღალი დოზით მელანინის გამომუშავებას და შედეგად იღებთ ჩამუქებულ, ჩაშავებულ კანს. იღლის მიდამოში ჩაშავებული კანი საჭიროებს ძლიერ საშუალებას, რომ ცუდათი გაღიავდეს და განათდეს. კანი არ საჭიროებს გათეთრებას, ის საჭიროებს მიკროანთების ჩაქრობას, გაღიზიანების დამშვიდებას და როდესაც გამომწვევი მიზეზები გაქრება, კანი თავად დაიწყებს რეგენერაციას. ვუწევ რეკომენდაციას იღლის დეოდორანტს, რომელიც ერთი ცალი ყოფნის 1 წლის განმავლობაში, წელიწად ნახევრის განმავლობაში ერთი შეფუთვა. არ ვიცით რამე თუ როდესმე მოგისმენიათ სადმე, ან გინახავთ და ასევე არ შეიცავს არანაირ ალუმინის მარილებს, არანაირ ალკოჰოლს, არ გადადის არანაირ ტანსაცმელზე ლაქად, არ აქვს მნიშვნელობა ფერად ტანსაცმელია, ღია, შავი, ასევე არ აქვს ასაკზე შეზღუდვა, ნებისმიერ ასაკის ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს. ძალიან მოკლე დროში ყოველ შემთხვევაში აქრობს ჩაშავებულ კანს. იწყება კანის რეგენერაცია ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე და შემიძლია 100%-იანი გარანტია მოგცეთ, რომ გიცავთ სრულიად 100%-ით არასასიამოვნო სუნისგან.